Კოლეგებო, კორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. განსახილველ საკითხებში დაგვემატა პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის თორნიკე ფაღავას უფლებამოსილების ცნობის საკითხი. ასევე მესამე მოსმენის სიცოცხლე დაგმარების კანონში ცვლილება, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების პაკეტი მესამე მოსმენით. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, უფლებამოსილების საკითხი ბოდიში ხო და დადგენილების პროექტი საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენილია ქართული ოცნების ფრაქციის მიერ. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ასახული არის უკვე უფლებამოსილების საკითხი, დადგენილების პროექტი, ასევე რეგისტრაციაში უნდა გავატაროთ უმრავლესობის განახლებული სია, ასევე ოპოზიციის წევრთა სია განახლებული, კენჭისყრი და უმრავლესობის სია გავატაროთ და ასე ვეკითხოთ ოპოზიციის, გმადლობთ. რაც შეეხება შემდეგ საკითხებს, ინფორმაციის სახით ცნობად ვიღებთ ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალიას არჩევას, ულოცავთ მას და დიდი პასუხისმგებლობა არის და წარმატებას ვუსურვებთ მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძე წლების განმავლობაში ως ფრაქციის ხელმძღვანელის წარმატებულ საქმიანობა ჰქონდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ასევე ამავე ტემპით გავაგრძელოთ. და ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანის, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძეს არჩევის შესახებ ინფორმაცია და მათაც ულოცავ და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ და კიდევ ერთხელ წარმატებები ჩვენს კოლეგებს. ასევე ცნობად ვიღებთ ფრაქცია ქართული ოცნების მომართვას ირაკლი შატაკიშვილის საპროცესო საკითხთა კომიტეტიდან გასვლის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაწევრიანების შესახებ და უნდა დავამტკიცოთ ხაზინათა საბჭოს გადაწყვეტილება 120-დან 135 ნომრით, გთხოვთ. მადლობთ. სხვა საკითხები თუ არ არის, ჩვენ სტომატ დაბაში გადავინაცვლოთ, ჩვენ დაგვჭირდება ასევე კიდე ერთი ბიურო ხდომის შემდეგ, ვინაიდან კომიტეტებში არის ცვლილებები, ერთი კომიტეტი და მეორე კომიტეტში გადასვლა და საჭირო იქნება ამ საკითხების ცნობად მიღება, ასე რომ პლენარული ხდომის დასრულების შემდეგ პირდაპირ ჩამოვიდეთ ბიუროს სტომატთა დარბაზში. მადლობთ, სტომატ დახურული. ბატონო? უბრალოდ დასრულების შემდეგ კომიტეტები იქნება და მალევე გვექნება ბიუროს ხდომა. კი ბატონო. სტომატ დასრულებული.